ახალი 12 სტუდიაში თინა ბეგიაშვილი იწყებს მუშაობას. გამარჯობა. ამ წუთებში ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში კვირა ცხოვრებასთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს. საზეიმო წირვას პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად აღავლეს. პატრიარქმა ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი დღეს აკურთხა. ტაძრის კურთხევა დილის 6 საათზე დაიწყო და საკვირაო წირვით გრძელდება, რის შემდეგაც სტუმრებისთვის სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. წირვას ესწრება ქვეყნის პრეზიდენტის საზეიმო ღონისძიებები. პატრიარქის მიერ პალიასტუმის ტბაზე კუნძულ კოლიმბარზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დალოცვით დასრულდება. ამიტომ იყო რომ ილია ჭავჭავაძე წმინდა ილია მართალი საგანგებოდ აღნიშნავდა არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს, მაგრამ ჩვენ კი ჩვენ და თავად მიგვაჩნია ერის დაცემა. ერის პირქვედამხობა იქიდან იწყება, როდესაც თავისი ერი, თავის და საუბედროდ თავის ისტორიას ივიწყებს. ისტორია მთხრობელია იმისა, თუ ფოთის საკათედრო ტაძარს ჩვენ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით. მანამდე კი ინციდენტი, რომელიც თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე მედებარე კლუბ-რესტორან ვატრუფაში გუშინ ღამით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და რამდენიმე პირ შორის მოხდა. როგორც ერთ-ერთი დაშავებული მამუკა ბაკურია აცხადებს, შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა მელიამ რესტორანში მყოფ ერთ-ერთ მანდილოსთან შეურაცხყოფა მიაყენა. მცირედი დაზიანებებით წუხობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია. ისინი საავადმყოფოდან გუშინ ღამითვე გამოწერეს. მათ მოსანახულებლად გვიან ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ. ისინი ინციდენტის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავდნენ, რომ საქმე დაუყოვნებლივ გამოიძიოს. თითქოსთა ცნობით კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც, თუმცა მათ თამარაშვილის ქუჩა დაპირისპირებამდე დატოვეს. შელაპარაკება მოხდა ვინმე მელიასთან, რომელიც არის გამგებელი, რა. ჩემ სუფრაზე მყოფ მანდილოსანს რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენა. ამას მოყვა ცოტა დაძაბული საუბარი, მაგრამ ამას არ მოყოლია ისა, რა ქვია, კონფლიქტი, რა. წამოვდექი, რომ მივხვდი, რომ რაღაც დაიძაბა სიტუაცია და ამ ბატონს უთხარი ესე არ შეიძლება თქო ვაჩვენე ესე მხარზე ხელის ესე არ თქო და თუ შეიძლება მიბრძანდით თქვენ მაგიდაზე ჩვენს უკანა მაგიდაზე იჯდნენ ესენი აი ამ ჩემ ჟესტს და აი ამას მოყვა იმათგან რამდენიმე კაცის წამოწევა იმ სუფრიდან და უკვე პირდაპირ ღია აგრესიის გამოხატვა დედის გინებით და მუშტით, მაგრამ იყო სუმცირე მინიმუმ 15-20 კაცი იყვნენ მანდილოსნებს ართული. საერთოდ აქ იყო როცა არა. წავიდა რა, მაგრამ მერაბიშვილის აყვარელიძე ვაშაძე ხცნობას ახეებს ვიძახი რა. არის გარკვეული ასე ვთქვათ ინფორმაცია ამ თავდასხმის შესაძლო პოლიტიკური მოტივების შესახებ და ჩვენ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რომ ეს საქმე დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული. იმ ქვეყანაში, სადაც დეპუტატებს ასე უმოწყალოდ უსწორდებიან ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები, ნამდვილად საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებები იქნება დაცული. მე არ ვიცი, იმედი უნდა მქონდეს თუ არა, ალბათ უფრო არა, რომ ამ ვალდაური აქტის ჩამდენები იქნებიან სათანადოდ დასჯილები, დამატებითი კომენტარები. აქ საუბარი არის ბატონ დავით საყვარელიძე და ბატონ გიორგი ვაშაძეზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გავრცელებული ინფორმაციით არის შემაშფოთებელი.
პაციენტების ზოგადად მდგომარეობა სტაბილური, გაწერილები არიან ბინაზე ამბულატორიულ მკურნალობაზე, მიესაჭიროა მისი რეკომენდაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან ვატრუფაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ხულიკნობის ფაქტზე 239 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტის საფუძველზე ვაკე საბურთალოს სამართლის პირველ განყოფილებაში აღიძრა. სამართალდამცველებმა საქმეზე მოწმის სახით უკვე დაკითხეს ბექამ აზიაშვილი, მამუკა ბაკურია და მანენა გიორგობიანი. ასევე დაიკითხა რესტორნის მოსამსახურე პერსონალი. დაკითხული მოწმეები ჩვენებაში დეტალურად აღწერენ, რომ სტუმრებს შორის ჩხუბი 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მათი განმარტებით მომხდარი ინციდენტის დროს სტუმრთა ნაწილმა რესტორანი დატოვა. მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი მეუღლესთან ერთად. მოწმეების თქმით, რესტორანში სტუმრად იყვნენ ასევე პარლამენტის წევრები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი. სამართალდამცველები ჩვენებების ნახსენ პოლიტიკოსებს უახლოეს დღეებში დაკითხავენ, მათ შესაბამისი უწყებები უკვე დაეგზავნათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მოიღო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლები პიროვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინის შხრეკისას პისტოლეტები ფერამუსი და ტეტე, SKS-ის შაშხანა კარაბინის 19 და ბრაუნინგის ტიპის პისტოლეტის 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად წარსულში ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლები ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე ერთი პიროვნება დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი ბინის შხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო ვასნები ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 256 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდაუშალისთვის ერთი პირი დააკავა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნის წინააღმდეგ. ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლები 1974 წელს დაბადებული პიროვნება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში გლდანში დაკავებული საცხოვრებელი ბინის შხრეკისას 0.4831 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ტრაფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად წარსულში ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლები პიროვნება დააკავეს, რომლის საცხოვრებელი ბინის შხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტი. ლეგენდარულ მსახიობს ოთარ მეღვინეთუხუცეს დღეს დედუბის პანთეონში დაკრძალავენ. ცნობილი მსახიობის ცხედარს მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ, სადაც დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაკრძალვის ცერემონია 15 საათზე დაიწყება. საქართველოს სახალხო დამსახურებული არტისტი 9 მაისს 91 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მეღვინეთუხუცესმა შეასრულა როლები ქართულ კინოფილმებში „გათა თუთაშხია“, „დიდოსტატის მარჯვენა მთვარის მოტაცება“, „მზეს შემოდგომისა“, „კეთილი ადამიანები“, „ნატრის ხე თეთრი ბაირაღები“. იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, იმდენი კარგი საქმე აქვს ქართულ კულტურაში, თეატრალურში, განსაკუთრებით კინოხელოვნებაში, საერთოდ როგორც მოქალაქეს პიროვნებაში. აი მენანება საყირლად ოთარი და თვითონაც ესე ძალიან გულდასაწყვეტია და კიდევ ბევრი რაღაც გაკეთება შეეძლო. პატივს მივაგებთ ბოლომდე ასეთ ბუმბერას ადამიანს, როგორ შეიძლება ამას ადამიანმა გულგრილად ესე იგი ჩაუაროს ასეთ დიდ პიროვნებას, როცა ჩვენი ერი კარგავს ასეთ ბუმბერას ადამიანს და მინდა რომ ქედი მოუხარო ბატონ ოთარს და დიდა სინანული დაგვიტოვა ამ კაცის წასვლამ ჩვენ საერთოდ მთელ საქართველოს.
კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატად განათლების მოქმედი მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი გუშინ დასახელდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ქართული ოცნების სათავო ოფისში პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. კანდიდატის დასახელებამდე ბიზინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში კოალიციის პოლიტსაბჭოს კონსულტაციები გაიმართა, რის შემდეგაც კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გაეცნენ. ივანიშვილმა მარგველაშვილის დადებითი მხარეებსა და თვისებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით მარგველაშვილი მენეჯმენტსა და პოლიტიკაშიც გამოცდილია, კარგი ანალიტიკოსი და ექსპერტია. გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და ქართულ ოცნებას ნდობისათვის მადლობა გადაუხადა. ჟურნალისტებმა პრეზიდენტობის კანდიდატს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საარჩევნო კამპანიაზეა ორიენტირებული. არც ერთი წინააღმდეგი არ წასულა, ყველა ერთმანეთს დაუჭირა მხარი გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას. ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო ვარიანტი, იდეალური ვარიანტი, ესეც ვიტყოდი. თუ რამე თვისებები შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, თუ რამე ღირსება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, თანაც ამ პოსტზე საპრეზიდენტო ყველა ღირსება მას აქვს ჭარბად კიდევ გავიაროთ. ყველაზე მეტად სადაც რა გამიჭირდება გიორგის ვეძახი ყოველთვის და ვეკითხები აუცილებლად 2-3 კაცი ხოს ესეთი, ვისაც დავისვავ და ვისთანაც შემიძლია რომ ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ პრობლემაზე. ჩემი აზრით, თუ დამოუკიდებელი კანდიდატები წამოაყენებენ და მე მგონი ქართველები ისე ვართ, თანამდებობები მიყვარს, ბევრი წამოაყენებს. ნაციონალური მოძრაობა დარჩება ბოლო ადგილზე ჩემი აზრით. რამდენიც კი წამოვა საზოგადოებიდან და დამოუკიდებელი კანდიდატი, ყველა მოუგებს ნაციონალურ მოძრაობას, იმდენი სიმძიმე აქვს მაგათ. აი ესე წარმომიდგენია მე მაგათი კონკურენცია. დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ბიძინას ძალიან ბევრის დამავალებელი შესავლისათვის. ხო, ძალიან ესეთი დამავალებელი შექებისათვის და განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა მთლიანად კოალიციას, გუნდს, რომელიც ასე მენდო. ძალიან ნათლად ვაჩვენეთ საზოგადოებას მთელმა გუნდმა, რომ ზრუნვა მოსახლეობაზე და ხალხზე არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ბუნებრივია, იგივე თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალში. პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 44 წლისაა დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფილოსოფიის განხრით მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი. გიორგი მარგველაშვილი განათლების და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 16 ოქტომბერს წარადგინა. მინისტრის პოსტზე წარდგენამდე მარგველაშვილი ორჯერ აირჩიეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჯიპას რექტორად. მინისტრის ირგვლივ ხმაურით გამოირჩევდა განსაკუთრებით ბოლო თვეები. სხვადასხვა დარღვევების გამო აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება სტუდენტების აქციების მიზეზი გახდა. მინისტრის გადაწყვეტილებას უმცირესობის წევრები კახა ბენდუქიძის პერსონას უკავშირებდნენ, გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ, თუმცა საბოლოოდ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგა. შემდეგ იყო გამომცემლების პროტესტი წიგნის საერთაშორისო დღეს. წიგნის მაღაზიების ნაწილი გაფიცით შეხვდა. გამომცემლების გაღიზიანება მომავალი სასწავლო წრიდან სკოლებში წიგნების უფასო დარიგებამ გამოიწვია. გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას მიესალმებიან კოალიციის წევრები და უმრავლესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილებოდნენ. სრულად უჭერ ხარ გიორგის, მართლაც გონი არ ვის არის საუკეთესო კანდიდატი და მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ეს ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. მე ვამაყობ დღეს იმით, რომ ჩვენ გუნდს ყავს ასეთი კანდიდატურა, როგორც ბატონი გიორგი. ჩვენ ცოტა ხანში დავინახავთ ეს რა შედეგს მოუტანს საქართველოს. როგორც კანდიდატი ძალიან კონკურენტუნარიანია. ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი და ის იქნება როგორც მისი მომხრეების, ისე მისი ოპონენტების პრეზიდენტი. პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ნაციონალური მოძრაობისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრებს. ისინი აცხადებენ, რომ მინისტრობის პერიოდში მარგველაშვილმა სისუსტე გამოიჩინა. დავით დარჩიაშვილი მარგველაშვილს კონკურენტად არ აღიქვამს. პრეზიდენტი უნდა იყოს ყველას უფლებების დამცველი, მათ შორის საკუთრების და მათ შორის კიდევ უფრო თუ ჩაღრმავდებით ინტელექტუალურ საკუთრების უფლებების დამცველი და მან როგორც მინისტრმა გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს, გამომცემლებს, რედაქტორებს, ავტორებს წაართვა საავტორო უფლება, ინტელექტუალური საკუთრება. მან როგორც პრეზიდენტმა როგორ უნდა დაიცვას იმ ადამიანის უფლებები, ვისაც მან როგორც მინისტრმა წაართვა ეს უფლება, ან როგორც მინისტრმა დაჩაგრა. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, მის ზურგს უკან რომ პრემიერ-მინისტრი დგას, ეს იქნება საკმაოდ მართლა მოწყვლადი კანდიდატი, თუ კი არჩევნები ჩატარდა ისე რომ საზოგადოება რაციონალურად, უემოციოდ მიუდგება არგუმენტებს და იმას თუ ვის რა გაუკეთებია პოლიტიკაში და ვის რა გეგმები აქვს. ეს არის მისი პიროვნული გადაწყვეტილება, რაც არ უნდა ილაპარაკოს გუნდურ შეთანხმებაზე. ჩვენი პროცედურა შევიმუშავეთ, ეს არის პრაიმერის პროცედურა და იქნება 3-4 შეიძლება მეტი კანდიდატი, რომელიც შიდა პარტიულ კონკურენციაში ჩაერთვება.
ექსპერტების მოსაზრებით მარგველაშვილი ყველაზე პროდასავლური პოლიტიკოსია, მათივე შეფასებით პრემიერმა საზოგადოებაში გავრცელებულ შესაძლო კანდიდატებს შორის არჩევანი ყველაზე ოპტიმალურ პიროვნებაზე შეაჩერა. სტაბილურობისთვის, პატიოსნებისთვის ქვეყნისა და თვითონ იმ პოლიტიკური გუნდის წინაშე, ვისაც ის წარმოადგენს, მარგველაშვილი არის ბრწყინვალე კანდიდატი. ამ თანამდებობაზე ფართო ჰორიზონტის მქონე და პატიოსანი ადამიანი, პოლიტიკურად პატიოსანი, ძალიან მნიშვნელოვანია. კონკურენცია მაინც ექნება ბატონ მარგველაშვილს საარჩევნო პროცესში, რადგან ერთია თუნდაც მართველი პარტიის მიერ დასახელება კანდიდატის, რომელიც შეიძლება ნამდვილად უკეთესია იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც ფიგურირებდნენ ამ სიაში, მაგრამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები არა რომელიმე პოლიტსაბჭოა, არამედ ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობა. აი მისი გადაწყვეტილებები თუ როგორ დარეგულირდა ამ ინსტიტუტის პრობლემა და ის რომ სახელმძღვანელოები იქნება უფასო არის სრულად მისაღები. უბრუნდებით ფოთს, სადაც ამ წუთებში საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს წირვას ქვეყნის პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წევრები ესწრებიან. საზეიმო ღონისძიებები ფოთში დღეს დილიდან დაიწყო და საღამომდე გაგრძელდება. ფოთიდან დეტალებით პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ლაშა ზარგინავა გვერდება. ლაშა, გისმენთ. დიახტინა, როგორც შენ აღნიშნე, აქ საზეიმო ღონისძიებები დილის 8 საათიდან დაიწყო, 10 საათიდან კი აღესრულება წირვა ლოცვა, რომელსაც თავად პატრიარქი უძღვება. აქ არიან მოსულები წმინდა სინოდის წევრები და სასულიერო პირები თითქმის მთელი საქართველოდან, ისევე როგორც სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებიც უბრალოდ ესწრებიან ამ ცერემონიას. რაც შეეხება სტუმრებთან ერთად აქ არიან რიგითი ფოთელები და ისინი ერთმანეთში როგორც საუბრობენ, ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ფოთს ოდესმე ქონია, რადგანაც თავისი არსებობის მანძილზე პირველი ტაძარი, რომელიც აშენდა ფოთში, ეს იყო ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და 100 წლის შემდეგ აღესრულა ზუსტად ის ჩანაფიქრი, რომელიც ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს და დღეს ეკურთხა ეს ტაძარი, რომელიც ფოთში, როგორც უკვე გითხარით, 1906 წელს აშენდა. ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ ბრძანა ამ დღის მოახლოებით ჩვენ სიმშვიდეს მოუგვრით წინაპართა სულებს და წათმოულ მომავალს დაუბრუნებთო შთამომავლობას. აი ზუსტად დღეს ის დღეა, როდესაც ჩვენ შვილიშვილებს მომავალი დაუბრუნდა. დღევანდელი დღე მე მიმაჩნია, რომ არა მარტო ფოთის დღესასწაულია, საქართველოს ეკუთვნის დღევანდელი დღე, რადგანაც ამ ტაძრის მშენებლობაში, რეაბილიტაციაში მონაწილეობა მიიღო უფლის ნებით საოცრები და რა თქმა უნდა ქართული ხალხის ნებით დასრულდა და იკურთხება და უნებრივია რომ ეს იქნება ალბათ არა მარტო ჩემი ნებისმიერი მშენებლობის მონაწილის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ისტორიულ პერიპეტიებს, რაც ქართულმა ხალხმა და ერმა გადაიტანა ბოლო 100 წლის განმავლობაში, ის 1906 წელს ეკურთხა საძირკველი მისი მშენებლობის და დასრულდა ამ პერიოდში, ამ მთელი ამ 100 წლის განმავლობაში გადაიტანა მთელი ის ეტკივილი, რაც გადაიტანა ჩვენმა ერმა და აი სიმბოლურიც არის. საზეიმო კურთხევას ესწრებიან როგორც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც უკვე აღნიშნეთ, აქ არიან პარლამენტის წევრები და რამდენიმე წუთის წინ აქ მოვიდა თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამ დრომდე არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი, თუმცა ის ესწრება ტაძრის კურთხევის ცერემონიას, როგორც უკვე აღნიშნეთ, პატრიარქი თავად უძღვება ამ ცერემონიას და სავარაუდოდ კურთხევის ცერემონია დასრულდება 2 საათისთვის, რის შემდეგაც უკვე სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გადაინაცვლებს. სრულიად საქართველოს ერსა და ბერს მიულოცავთ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით სამეფოს ამლამაზ ტაძრის გახსნას. წმინდა ანდრია პირველწოდებულის მადლი შეეწიო სრულიად საქართველოს. იცით რომ ადრეულ პერიოდში კომუნისტებმა ეს ტაძარი ვთქვათ დაართვეს ხალხს და შემდგომ ბოლო პერიოდში
მეუფის ძალისხმევით, პატრიარქის ძალისხმევით, პრეზიდენტის და ყველა ვინც მონაწილეობა მიიღო ამის აღდგენაში. დღეს ზეიმოს პირველ რიგში ფოთი და მე მინდა ფოთელებს მიულოცო დღევანდელი დღე, მიულოცო ჩვენს კუთხეს და მიულოცო სრულიად საქართველოს. აქ როგორც უკვე აღნიშნეთ, არაერთი სტუმარია ჩამოსული, მათ შორის არიან ისტორიკოსები, მათი განცხადებით 1906 წელს აშენებული ტაძარი 1936 წელს უკვე თეატრის ფუნქციით დაიტვირთა და მხოლოდ 2005 წელს ნოემბრის თვეში დედა ეკლესიას დაუბრუნდა უკვე ტაძარი როგორც სამართალ მემკვიდრეს და 2005 წლიდან დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ დღეს დასრულდა ტაძრის საზეიმო კურთხევით. თინა ხოდიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ვაშა ზარგინა ვაგვერთვებოდა. მადლობა ვაშა. მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს კვირაცხოვლობას, ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღვთო ლიტურგია ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირადღე აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები ვერაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. დღეს არის კვირაცხოვლობა. კვირაცხოვლობა არის კვირის განახლება. აღდგომა დღის განახლება. დღეს არის აგრეთვე თომას კვირა. თომა მოციქული, როდესაც მაცხოვარი გამოეცხადა მოციქულებს არ იმყოფებოდა და შემდეგ მოციქულებმა რო უთხრეს თომას რო აღდგაო მაცხოვარიო, თომამ არ დაიჯერა, სანამ ჩემი ხელით არ შევეხებიო მის ჭრილობებსო, არ დავიჯერებო და აი მაცხოვარიც იესო ქრისტე გამოეცხადება ზუსტად აღდგომიდან მერვე დღეს და ამიტომაც ეწოდება თომას კვირა, ამ კვირას. ეს იყო ახალი 12-ზე, მე 3 საათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.